დღეს 3 მაისია, ეთერშია კურიერი პიესი სანდრო კაჭახიძესთან და ავთო გვასალიასთან ერთად საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა, საქართველოს ისტორიული გადაწყვეტილების მოლოდინშია, ვინ გახდება ქვეყნის 142 პატრიარქი. 6 პრეტენდენტიდან სინოდმა 3 კანდიდატი გამოარჩია. 20 ხმა მეუფე შიოს, 7 მეუფე იობს და ასევე 7 მეუფე გრიგოლს. ასე გადანაწილდა ხმები კანდიდატების წარდგენისას. წინ გაფართოებული საეკლესიო კრებაა. სამების საკათედრო ტაძარი, კრების გამართვის ადგილი შერჩეულია, კანდიდატები გამორჩეული, დარჩა თარიღის დაზუსტება. მართვა გამგეობის დებულებით სინოდს ვადა 17 მაისამდე აქვს, ანუ მაქსიმუმ 2 კვირაში ქვეყანას ახალი პატრიარქი უნდა ჰყავდეს. ილია მეორის ინიციატივით აშენებულ ეკლესიაში მისივე მემკვიდრეობის გამგზელების შესარჩევად მთელი ქვეყნიდან 1500-ზე მეტი დელეგატი შეიკრიბება. მათი როლი საკუთარი აზრის დაფიქსირებაა. გადაწყვეტილებას კი მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ. ხათუნა გაგნიძის რეპორტაჟი. დღევანდელი დღე არის ისტორიული, რა თქმა უნდა, უკვე თითოეული ჩვენთაგანი ალბათ ჩამოყალიბებულია ვის უნდა მის ცეცხლმა. დღელავ, იმიტომ რომ ნამდვილად ძალიან ძნელია ძმათა შორის როგორი გამოსარჩევია. ახალი ეპოქის დასაწყისი. მეუფეები წმინდა სინოდის ხდომაზე დაქვრივებული საპატრიარქო ტახტის ახალი მემკვიდრის გამოსარჩევად შეიკრიბნენ. ამ დღის წესრიგით სინოდი ბოლოს ნახევარი საუკუნის წინ ჩატარდა. მაშინ პატრიარქად ილია მეორე გამოარჩიეს. ილია ერთხმად არის არჩეული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად. 2026 წლის 28 აპრილს სინოდის ისტორიული სხდომა 12 საათზე დაიწყო. დაიწყო ლოცვით 151 პატრიარქის სულისთვის. შემდეგ იყო მსჯელობა და ფარული კენჭისყრა. წმინდა სინოდის შეკრებას 39 მღვდელმთავრიდან 38 დაესწრო. ეპისკოპოსებს მხოლოდ წილკნელი მღვდელმთავარი ზოსიმი აკლდათ. ეკლესიის დებულებით გაწერილ საპატრიარქო კრიტერიუმებს 10 ან 12 მღვდელმთავარი აკმაყოფილებს. გაირკვა, რომ მათგან პატრიარქობის სურვილი 6-მა გამოთქვა. ხმების უმრავლესობით კი 3 გამოირჩა. 38 იერარქის 20 ხმა პატრიარქ ილია მეორეს მოსაყდრემ შიომ მიიღო, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა. 7 ხმა მიიღეს ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე იობმა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო 20 ხმა. მეორე ბროველ ურბნელი მიტროპოლიტი იობი 7 ხმა. მესამე ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი 7 ხმა. მარგვეთისა და უბიცის ეპისკოპოსი მელქისედეკი ხმის გარეშე. მეხუთე ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე 1 ხმა. წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი 2 ხმა. კენჭისყრის დაწყებამდე სინოდმა საპატრიარქო კანდიდატის კრიტერიუმებიც განიხილა. საეკლესიო მართვა გამგეობის დებულების ის ნაწილი, სადაც პატრიარქის ასაკი 40-დან 70 წლამდეა განსაზღვრული. ისაუბრეს განათლების ცენზის საკითხზეც, თუმცა ცვლილება დებულებაში არ შეუტანიათ. მეუფეების ნაწილს სურვილი ჰქონდა, თუმცა ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით კენჭისყრაში მონაწილეობა ვერ მიიღეს მეუფე ისაია ჭანტურიამ და მეუფე დანიელ დათუაშვილმა. მეუფე ისაიამ სინოდს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე წერილი მისწერა და განმარტა, რომ 10 წლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება ის გამოცდილებაა, რომელიც არანაკლებ ფასეულია ვიდრე აკადემიური დიპლომი. მეუფე დანიელზე და მეუფე ისაიას რაც შეეხება კრებაზე იყო კენჭისყრა. კენჭისყრა, რომლის მიხედვითაც გადაწყდა, რომ თვითონ პიროვნებებზე არ ყოფილა ლაპარაკი, არამედ ლაპარაკი იყო აი მიზეზებზე. ერთი იყო ეს ასაკობრივი შეზღუდვა და მეორე იყო განათლების კი არა. აი დიპლომი. ხო და ამაზე იყო ძალიან სერიოზული მსჯელობა გამათი და ბოლოს კრებაზე დადგა კენჭისყრაზე ეს საკითხი და კრებამ გადაწყვიტა, რომ ეს საკითხი არ განიხილოს. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ვხედავთ ისეთივე კეთილგანწყობას ერთმანეთისადმი სინოდში, როგორც იყო პატრიარქის დროს. და მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, ძირითადი ფუნდამენტი
აი ამ ურთიერთობისა უცვლელი არის და ესაც მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ვახარებს მაინც რომ დღეს საკმაოდ რთული იყო ამ საკითხების შეთანხმება და სრულ ჰარმონიაში, სიმშვიდეში და ძმობაში ჩაიარა ამ ყველაფერი. 28 აპრილის სინოდის ხდომაზე საეკლესიო კრების თარიღი არ დასახელებულა. ითქვა, რომ სამების ტაძარში პატრიარქის არჩევნების პროცესს 1500-ზე მეტი დელეგატი დაესწრება. ორგანიზებისთვის კი დროა საჭირო. ეპარქიებიდან, სასულიერო სემინარიებიდან და აკადემიებიდან საერო თუ სასულიერო პირები კრებაზე საკუთარ პოზიციას დააფიქსირებენ. სათათბირო ხმის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც ეპისკოპოსები სამი კანდიდატიდან ერთს პატრიარქად აირჩევენ. გაფართოებული კრების თარიღს მოსაყდრე მეუფე შიო გამოაცხადებს. ამას გადაწყვეტს მეუფე შიო. არ ვარაუდობ, რომ გადაცდება 17 მაისს. არჩევნების წესი ასეთია: პირველივე კენჭისყრაზე გამარჯვებულმა 39 მღვდელმთავრის 20 ხმა უნდა დააგროვოს. სხვა შემთხვევაში მეორე ტური ჩატარდება. უკვე იმ ორ კანდიდატ შორის, ვინც პირველ ტურში მეტ მხარდაჭერას მოიპოვებს. თქვენი მოსაზრებაც რომ გაგვიზიაროთ, შეინარჩუნოს მეუფეშიო ამ რაოდენობით მხარდაჭერებს არჩევნების მე დღეს. ვიგერო რომ შეიძლება მეტიც კი. ჯერჯერობით მეუფეშიოს აქვს ხმების უმრავლესობა და დანარჩენი ახლა ღვთისნება არა. მეუფე შიო 57 წლის მიტროპოლიტი, ერისკაცობაში ელიზბარ მუჯირი, მთავარ ეპისკოპოსი, ქორეპისკოპოსი, სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით. უკვე 9 წელია პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ დაასახელა. გავრცელდა პატრიარქის კარნახით შედგენილი აქამდე უცნობი ჩანაწერი. წერილი მეუფე შიოს მოსაყდრედ გამორჩევის მეორე დღეს, 2017 წლის 24 ნოემბერს დაიწერა. არის შემთხვევა, როდესაც იკარგება ანდერძი. ეს რომ არ მოხდეს ვარჩიე დამესახელებინა, ვინ იყო ჩაწერილი ანდერძში, რომ შეწყდეს გასაღები ვის აქვს და სარტყელზე აქვს შებმულიო. ახლა დაწყნარდნენ, ყველა მიცის ვინ არის მოსაყდრე. მოსაყდრეც ფრთხილად უნდა იყოს, არ უნდა წარმოიდგინოს, რომ თვითონაა პატრიარქი. პატრიარქს აქვს უფლება შეცვალოს. მოსაყდრე დიდი დახმარებაა თუ სათანადოდ გაუძღვა. პატრიარქის და სინოდის დამხმარე. პირველი ეპისკოპოსი პატრიარქის შემდეგ. პირველი კანდიდატი პატრიარქობის ტახტზე. მეუფე შიოს გარდა სინოდის მიერ გამორჩეული კანდიდატია 69 წლის მეუფე გრიგოლი, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ ფოთის ეპისკოპოსად 1996 წელს აკურთხა. 2003 წელს მთავარ ეპისკოპოსის წოდება მიანიჭა, 2007 წელს კი მიტროპოლიტის. კიდევ ერთი კანდიდატია მეუფე იობი, 65 წლის. ის 1992 წელს პატრიარქმა და წმინდა სინოდმა მღვდელმთავრად აირჩია. მთავარ ეპისკოპოსი 1996 წელს გახდა, მიტროპოლიტი კი 2000 წელს. რუისისა და ურბნისის ეპარქიას 1996 წლიდან ხელმძღვანელობს. ვინ შეირჩევა 142 პატრიარქად საეკლესიო კრებაზე, სამებაში გადაწყდება. ახალ პატრიარქზე, როგორც წესი, ყველა ის ტიტული გადავა, რაც ილია მეორეს ჰქონდა. ისტორიულად ცხეთათბილისის მთავარ ეპისკოპოსია. ამავე დროს მთლიანად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქია. ანუ ძმათა შორის, ანუ ეპისკოპოსთა შორის უპირატესი ცხეთათბილისს ემატება ცხუმაფხაზეთი, რომელსაც რეალურად ვერ ვაკონტროლებთ ამ შემთხვევაში, მაგრამ იურიდიულად ჩაწერილი რომ მომავალში ისე იქნება და ისტორიულად ასე იყო. უწმინდესმა ისე გააკეთა, რომ კათოლიკოს პატრიარქის შემოდგენლობაში იყოს, რომ ამაზე ეს ყველაზე ესეთი ფრთხილი ნაბიჯია, რომ სამომავლოს გათვლილი ნაბიჯი არის. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკლესიას ყოველთვის ექნება პრეტენზია, რომ ეს საქართველოს ტერიტორია. ეს გააკეთა იმიტომ, უწმინდესმა წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, ბრძნული ნაბიჯი. რომ ზოგადად თუ 30 წლის განმავლობაში არ გაქვს პრეტენზია, არ გამოთქვამი შენი ეპარქია არის, მე ამაზე უკვე დავახდება, რომ შენ მასე თითქოს უფლებას კარგავ. ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ტრადიციულად სვეტიცხოველში მოხდება. აღსაყდრების დროს პატრიარქს კუნკულ ბარტყულს, ჯვარ პანაღიას, ისტორიულ საპატრიარქო ოქროს მიტრას და კვერთხს გადასცემენ, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ 59 წელი ატარა. საქართველო პურის ხორბლის სამშობლოა. ნეოლითურ ნამოსახლარებში გადაჭრილ გორასა და შულავერის გორაზე აღმოჩენილი მარცვლები და თავთავის ნარჩენები 8000 წლის წინანდელია.
გასულ კვირას ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში წარმოდგენილია საერთაშორისო მულტიდისციპლინური კვლევის შედეგები, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველოს პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერა მსოფლიოში. სწორედ ამავე ნამოსახლარებში აღმოჩენილი უძველესი მეღვინეობის კვალი. შესაბამისად, საქართველოს 8000 წლის პურისა და ღვინის უძველეს კერად მიიჩნევა მსოფლიოში. რას ნიშნავს ეს სტატუსი მეცნიერებისთვის და რა ადგილი უჭირავს ამ აღმოჩენას მიწათმოქმედების გლობალურ ისტორიაში? ნახეთ მირიან ბოქოლიშვილის და ლუკა ჩადუნელის რეპორტაჟში. აქ მიწის ზედაპირსაც თითქოს თავისი სუნთქვა აქვს. მძიმე, მაგრამ ამაყი. მიწა, რომლის სიღრმეშიც დაკარგული სიმართლე 1000 წლეულების განმავლობაში იმალებოდა. 27 აპრილი გახდა ის თარიღი, რომელმაც თითქოს დროის სიღრმეებიდან ამოიტანა დავიწყებული ჭეშმარიტება. საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით დადასტურდა, რომ საქართველოში პურის ხორბლის წარმოშობის დამოუკიდებელი კერა ჯერ კიდევ 8000 წლის წინ არსებობდა. ეს არის, სოფელია რა, 8000 წლის წინანდელი სოფელია ახლა პრინციპში, როცა იწყება მიწათმოქმედება, ამ მიწათმოქმედებაში შეიძლება როგორც ხორბლეობა, ასევე მეღვინეობა და ასევე მესაქონლეობასაც მისდევდა, იმიტომ რომ აქ არის მოშინაურებული ცხოველი და კულტურული ოაზის კვალიც აღმოჩნდა ამ ძეგლზე და პლუს ახლა სულ ახალი ისა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს რბილი ხორბლის ჯიშიც იქნა აღმოჩენილი აქ. არქეოლოგი მინდია ჯალაბაძე გვიყვება, რომ რბილი ხორბლის კარბონიზებული მარცვლები და თავთავის ღერძის ნაწევრები ამჟამინდელი მარნეულის ტერიტორიაზე, ნეოლითურ ნამოსახლარებში, კერძოდ გადაჭრილ გორაზე და შულავერში აღმოაჩინეს. აქ ქრისტეშობამდე თითქმის 6000 წლის წინ არათუ ადამიანები ოჯახებად ცხოვრობდნენ, არამედ აშენებდნენ საცხოვრის, ქმნიდნენ მიწათმოქმედებისთვის საჭირო ნივთებს და რაც მთავარია, 8000 წლის წინ აქ მოჰყავდათ ხორბალი, რომელიც დღეს კაცობრიობის მთავარ საკვებ პროდუქტს წარმოადგენს. არა მარტო ხორბალია ნაპოვნი, არამედ მიწის დასამუშავებელი და ხორბლის დასაფქვავი, ხელსაფქვავი ქვისგან დამზადებული. ეს არის ახლა შიდა ეზო, რო წარმოიდგინოთ. ეს მოედანი, კიდე ერთი შენობა, ძალიან საინტერესო. ეს სწორედ იმ ორმოებზე სასაწყობე, რასაც ქვია. ყველა თიხით არის ეს ორმოები. ამოღებული ორმო არის იატაკში ამ შენობის და მერე თიხითაა მოლესილი. ანუ რაღაცის შესანახია ეს. აქამდე ითვლებოდა, რომ მარცვლეულის პირველი კულტივაცია ახლო აღმოსავლეთში, ნაყოფიერი ნახევარმთვარის სახელით ცნობილ ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო. საუბარია თანამედროვე ირანის, ერაყის, თურქეთის, სირიისა და პალესტინის ტერიტორიებზე. უახლესი კვლევით კი საქართველოს მიწათმოქმედების მსოფლიო რუკაზე უძველეს და ცენტრალურ ადგილად მოინიშნა. კვლევის შედეგები ამერიკის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალში გამოქვეყნდა, რასაც მალევე მოჰყვა საერთაშორისო მედიისა და მეცნიერების გამოხმაურება. მათ შორის ფაქტს არქეოლოგიის ლეგენდად მიჩნეული თურქი მეცნიერი მეჰმედ ოზდოღანი გამოეხმაურა. ვაზის დომესტიკაციის ადრეულ მტკიცებულებებთან ერთად ეს აღმოჩენა სამხრეთ კავკასიას წარმოაჩენს როგორც კულტურული და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ადრეულ ცენტრს. წარმოდგენილი შედეგები მნიშვნელოვნად აფართოებს ადრეული ცივილიზაციის გავრცელების არეალს და ადასტურებს, რომ კავკასიის რეგიონი ნაყოფიერი ნახევარმთვარის ნაწილია. ამ რეგიონის მოსახლეობამ უნდა იამაყოს იმით, რომ მათმა წინაპრებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ადრეული სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებაში, ცოდნის რესურსების და გამჭრიახობის შერწყმით. ის რაც ჩვენ გვაინტერესებს. აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით საერთაშორისო მულტიდისციპლინური კვლევა ეფუძნება 8000 წლის არქეოლოგიურ მასალას. მარცვლებს, რომლებიც მიწაში ჩაფლული იყო 1000 წლეულების განმავლობაში და დღეს უკვე პასუხობენ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას. სად დაიწყო ის, რაც დღემდე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. კვლევაში ქართველ მეცნიერებთან ერთად უცხოელი სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ. შეგვიძლია გადამეტების გარეშე ვთქვათ, რომ გვაქვს 8000 წლის რბილი ხორბალი. ეს არის ერთადერთი შემთხვევა მსოფლიოში, სადაც ხორბალი
ამ შემთხვევაში ვილი ხორბალი და ღვინის წარმოება არის ერთ ძეგლზე, ზერო საქართველოს არის 8000 წლის უწყვეტი კულტურის ქვეყანა. ის რომ საქართველოს ტერიტორია 1000 წლეულების წინ მიწადმოქმედების ერთ-ერთი ცენტრი იყო, ამას მარნეულში აღმოჩენილი და დღეს ეროვნულ მუზეუმში დაცული ექსპონატებიც ადასტურებს. მათ შორის ეს ნამგალიც, რომელიც ასევე 8000 წლით თარიღდება და უთხოვარი მტკიცებულებაა, რომ აქ მარცვლეულის მისაღებად სპეციალურ ხელსაწყოებს ჯერ კიდევ ნეოლითურ ხანაში იყენებდნენ. ეს გახლავთ ძვლის ნამგალი, რომელშიც არის ჩანართები, კაჟის ჩანართები, ეს ძალიან საკმაოდ ბასრია და ადვილად ხდება მოჭრა ხორბლის. პროფესორი ნანა რუსიშვილი მრავალი წლის განმავლობაში გამოთქვამდა მოსაზრებას, რომ საქართველო ხორბლის კულტივაციის ერთ-ერთი პირველადი ცენტრი იყო. თუმცა მისი ეს ვარაუდი ახლა უკვე სამეცნიერო მტკიცებულებებით არის გამყარებული. მარნეულში არქეოლოგიური გათხრების დროს ნანახი და შესწავლილი მარცვლეულის ნაშთები ისრაელში, ვაისმანის ცნობილ ინსტიტუტში გაიგზავნა. იქ რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული დათარიღების საფუძველზე დაადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითური ნამოსახლარები პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს ერთადერთ მტკიცებულებას წარმოადგენს. როგორც მოიხსენებათ, რბილ ხორბალს აქვს ძალიან დიდი არეალი, მას მოიხმარს ცივილიზებული სამყაროს 95% და ალბათ ძალიან დიდი სიამაყეა რომ თქვათ, რომ ზუსტად ეს სახეობა პირველად საქართველოში წარმოიშვა საქართველოს ტერიტორიაზე. უფალთან ზიარების მთავარი სიმბოლო პური და ღვინო ქრისტეშობამდე მრავალი საუკუნით ადრე არათუ საქართველოში მოჰყავდათ, არამედ ჩვენი ქვეყანა ამ კულტურის წარმოშობის მთავარი ცენტრი იყო. თავად კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა მხოლოდ მეცნიერული ფაქტი არ არის. ეს არის ისტორია ხალხზე და მიწაზე, სადაც დღესაც ყვავის ვაზი და მწიფდება ხორბალი, სადაც ადამიანმა პირველად აიღო მარცვალი, გაახარა და გადააქცია საკვებად. ეს იყო არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის დასაწყისი, არამედ მომენტი, როცა ადამიანი გახდა შემოქმედი. აი ის ემოცია, არ ვიცი, არასოდეს დამავიწყდება, მაგრამ აი ეს ხორბალსაც ეხლა რაც ხდება, ეს ჩვენთვის არის ძალიან დიდი აღმოჩენა და რა ვიცი, ძალიან უსურებ ჩვენს ქვეყანას, რომ ბევრჯერ გაეხარებინოს ახალი აღმოჩენებით. ამ დრომდე მსგავსი აღმოჩენა არ იყო გაკეთებული, ესეთი ფიზიკური დადასტურება არ არსებობდა, ზუსტად აქედან გამომდინარე არის ეს კვლევა მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვათ, რომ საქართველოს ნამდვილად არის რბილი ხორბლის წარმოშობის ერთ-ერთი კერა. მოსალოდნელია, რომ ახალი აღმოჩენა მარნეულში ტურისტების ინტერესსაც გამოიწვევს. ამიტომ ადგილზე სპეციალური სამუზეუმო სივრცის მოწყობაც იგეგმება. მანამდე კი მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი თვალით ნახონ 1000 წლეულების ნამოსახლარი და ადგილი, სადაც ადამიანებმა პურის და ღვინის მოხმარება დაიწყეს. ჩვენ ეს ნამდვილად ასობით წლის მანძილზე ვიცოდით, მაგრამ ამის დადასტურება სამეცნიერო დონეზე არის მსოფლიო დონის აღიარება, რასაც ნამდვილად ჩემ თავსაც, ჩემ ქვეყანასაც და ჩვენ ხალხსაც ვლოცავ. მინდა მადლობა გადაუხადოთ თითოეულ ადამიანს, ვინც სული შეიტანა ამ უდიდესი აღიარებისთვის და კიდევ ერთხელ ის რაც ქართველებმა კარგად ვიცოდით, მსოფლიო აღიარება მოიპოვა, რომ ხორბალი და პური არის საქართველოსთან დაწყებული და უძველესი კულტურის კერა არის საქართველოს. მიწა, რომელიც 1000 წლეულების განმავლობაში ინახავდა საიდუმლოს, ახლა გვიყვება ისტორიას პურის, სიცოცხლის და ადამიანის შესახებ. და როცა დღეს ვჭრით პურის ნაჭერს, შესაძლოა ვეხებით იმავე ისტორიის გაგრძელებას, რომელიც 8000 წლის წინ დაიწყო. ეს არის ამბავი არა მხოლოდ წარსულზე, არამედ იდენტობაზე. და ეს ამბავი იწყება აქ. გამკაცრებული წესები და გაზრდილი ჯარიმები, საგანგაშო სტატისტიკა, მანევრი, სიჩქარე, ღვედი, როგორ იქცევა ერთი შეხედვით მცირე დარღვევა სერიოზულ საფრთხედ. რა კეთდება ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისთვის? სამხრეთ კავკასია დიდი პოლიტიკის ფოკუსშია. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური საზოგადოების მერვე სამიტში მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც სომხეთი მასპინძლობს. ის სიტყვით გამოვა მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში,
რომლის მთავარი თემაა დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება. მონაწილეობას მიიღებს ნარკოტიკების წინააღმდეგ ევროპული კოალიციის მეორე შეხვედრაში. პრემიერ-მინისტრი ერევანში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი არიან. რას ნიშნავს ეს პროცესები სამხრეთ კავკასიისთვის? ლიკა ალელიშვილი მუშაობს ერევანში, ის უერთდება ახლა კურიერი პიესის პირდაპირ ეთერს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ ექსკლუზიურად ჩაწერა სხვათა შორის საფრანგეთის პრეზიდენტი. ლიკა, სანამ მოგვიყვები, რას ამბობს კურიერი პიესთან ემანუელ მაკრონი, მოგვიყვები როგორია შეხვედრების დღის წესრიგი? სანდროს ავტოსაღამო მშვიდობის საკმაოდ გადატვირთული არის სამიტის დღის წესრიგი და ხვალ გადატვირთული იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღის წესრიგიც, რადგან ირაკლი კობახიძე არაერთ შეხვედრაში და დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს მთავრობის მეთაური უკვე იმყოფება სომხეთის დედაქალაქში ერევანში, რომელიც მას პიზღობს სწორედ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების რიგით მერვე სამიტს. სამიტის დღის წესრიგი შემდეგნაირია: საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამიტში მონაწილეობა, პრემიერ-მინისტრი მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში, რომლის მთავარი თემა იქნება დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება. სავარაუდოდ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რა თქმა უნდა, ყურადღებას გაამახვილებს დაკავშირებადობის კუთხით საქართველოს უმნიშვნელოვანეს როლზე, როგორც ევროპისთვის, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. პარალელურად მთავრობის მეთაური დაესწრება სამიტის გახსნის პლენარული სესიის სხდომას, ასევე მონაწილეობას მიიღებს ირაკლი კობახიძე ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ევროპული კოალიციის რიგით მეორე შეხვედრაში, რომელიც ასევე ხვალ გაიმართება და ვიცით, რომ აქაც საკმაოდ მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის საქართველო, იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯები არის გადადგმული ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ამასთან ერთად დღეს საღამოს იმართება სომხეთის პრეზიდენტისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის სახელით სპეციალური მიღება სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების პატივსაცემად და ამ მიღებაშიც ირაკლი კობახიძე, რა თქმა უნდა, იღებს მონაწილეობას. მთავრობის მეთაური ერევანში არ არის მარტო, ის დელეგაციასთან ერთად იმყოფება. დელეგაციაში ასევე შედიან საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი მაკა ბოჭორიშვილი და ასევე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი. დღეს მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა სამიტის მნიშვნელობაზე და მან თქვა, რომ ამ სამიტზეც გამოიკვეთება საქართველოს მნიშვნელოვანი როლი, განსაკუთრებით დაკავშირებადობის კუთხით. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მერვე შეხვედრა იმართება ერევანში და პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში. გაიმართება მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსია, რომელიც შეეხება დაკავშირებადობას და ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებს. ეს მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ზოგადად ევროპის რეგიონისთვის. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, როდესაც ჩვენ დაკავშირებადობაზე ვსაუბრობთ და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ამ ფორმატში სწორედ პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა გამართულ დისკუსიებში. სამიტში მონაწილეობის მისაღებად ერევანში მსოფლიოს 48 ქვეყნის ლიდერი არის ჩამოსული. ისინი ხვალ დილიდან უკვე სამიტს გახსნიან და მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენ რამდენიმე წუთის წინ ვესაუბრეთ საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონმა, რუსთავიორს მისცა ექსკლუზიური ინტერვიუ. ჩვენ რა თქმა უნდა მას ვკითხეთ საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ და ასევე სამიტის მნიშვნელობაზე. ემანუელ მაკრონმა კურიერი პიესთან ისაუბრა თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის სამიტში მონაწილეობა. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს მიეცემათ საშუალება, რომ იმსჯელონ, როგორ შეიძლება გახდეს ევროპა კიდევ უფრო მეტად ძლიერი, უსაფრთხო და კიდევ უფრო მეტად დაცული. ამ სამიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა სწორედ ყურადღება საფრანგეთის პრეზიდენტმა, როგორც ემანუელ მაკრონმა. რუსთავიორთან საუბრისას თქვა, მნიშვნელოვანია, რომ ევროპის არაწევრი ქვეყნის ლიდერებიც, მათ შორის, რა თქმა უნდა, იგულისხმება საქართველოს პრემიერ-მინისტრიც, ესწრებიან და მონაწილეობას იღებენ სამიტში. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ ევროპელმა ლიდერებმა ევროპის მნიშვნელოვან საკითხებზე ვიმსჯელოთ. უსაფრთხოება ევროპისთვის მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია მომავლის მშენებლობა, რაც ევროპას კიდევ უფრო დემოკრატიულს და ძლიერს გახდის. სამიტზე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები იქნებიან და ჩვენ ერთად შევეცდებით იმ გზების გამონახვას, რაც ევროპას კიდევ უფრო წარმატებულს გახდის.
მომავლის მშენებლობა, ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში. სწორედ ამ დევიზით იმართება ევროპის პოლიტიკური საზოგადოების რიგით მერვე სამიტი, რომელსაც როგორც გითხარით, სომხეთის დედაქალაქი ერევანი მასპინძლობს. ხვალ 48 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბება და იმსჯელებენ თუ როგორ უნდა გახდეს კიდევ უფრო მეტად დაცული, უსაფრთხო და დემოკრატიული ევროპის კონტინენტი. მადლობა, ეს ლიკა ალელიშვილი იყო, რომელიც ერევნიდან გვერდებოდა პირდაპირ ეთერში და რომელმაც ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ემანუელ მაკრონთან. დაელოდეთ რუსთავიერისგან კიდევ ბევრი ექსკლუზივი გელოდებათ. ერევანში სამიტზე შესაძლებლობებზე ისაუბრებენ, მაგრამ არის მეორე მხარეც, სადაც ევროპისკენ სვლა უკვე კომპრომისებთან არის დაკავშირებული. გაწევრიანების პროცესში ახალი დილემები ჩნდება. გერმანიის კანცლერმა უკრაინას უკვე მიანიშნა, რომ ევროკავშირის კარი შესაძლოა ტერიტორიული კომპრომისის ფასად გაიღოს. მოლდოვის პრეზიდენტი კი არ გამორიცხავს, რომ რუმინეთთან შეერთებამ შესაძლოა მოლდოვას ევროკავშირში უფრო სწრაფად გაწევრიანების შესაძლებლობა მისცეს. რა ხდება მაშინ, როცა ევროკავშირში შესვლა აღარ არის მხოლოდ რეფორმების, ეკონომიკისა და დემოკრატიის კრიტერიუმი და გადაიქცა არჩევანად. ტერიტორია თუ ევროკავშირი, სახელმწიფოებრიობა თუ ინტეგრაცია. ხელისუფლების პოზიცია ასეთია, საქართველო არ აპირებს იმ სცენარის გათამაშებას, სადაც ევროპისკენ სვლა ტერიტორიების ან სუვერენიტეტის ხარჯზე ხდება. ევროკავშირის ღია კარი და რთული გარიგება, სადაც წესები გზადაგზა იცვლება. ლუკა ჩანგელიას რეპორტაჟი. The future of Ukraine is in our union. უკრაინის მომავალი ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაშია. მოლდოვის პოლიტიკური მომავალი ჩვენს პოლიტიკურ გაერთიანებაშია. Is in our union. უკრაინისა და მოლდოვის მომავალი, რომ ევროკავშირში უნდა იყოს, ამას წესით ურსულა ფონ დერ ლაიენის შეგონება არ სჭირდება. მით უმეტეს, რომ ეს ქვეყნები ევროპის კონტინენტზე ჯერ კიდევ მაშინ არსებობდნენ, როცა პოლიტიკური გაერთიანება საერთოდ არ იყო შექმნილი. ზუსტად ამას მოიცავს ევროკავშირის ფუძემდებლური ხელშეკრულების 59 მუხლიც. წევრობის კარი ღია ნებისმიერი ევროპული სახელმწიფოსთვის. ამასაც რომ თავი დავანებოთ, უკრაინა ბოლოს და ბოლოს ამ მიზნის მისაღწევად საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლით იბრძვის. ევროპელი ლიდერების აპლოდისმენტები დროთა განმავლობაში მხოლოდ აპლოდისმენტებად დარჩა. უკრაინაში მიმდინარე ომის 4 წლის თავზე კი სხვადასხვა ქვეყნებმა სხვადასხვა სტრატეგიის შემუშავება დაიწყეს. მაგალითად, ემანუელ მაკრონმა, ანუ საფრანგეთის პრეზიდენტმა მიიჩნია, რომ კონტინენტურ მეზობელთან, რომელსაც ზოგჯერ მოღრიალე მურა დათვსაც კი ადრიან, გაბუტვის დრო დასრულდა. ფიქრობ, ვლადიმერ პუტინთან საუბარი საასარგებლო იქნება. დიახ, ვხედავ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ვლადიმერ პუტინს ელაპარაკებიან. შემდეგ გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა არც თუ ისე ბევრი მსჯელობის შედეგად იმ რუსეთს, გუშინ აგრესორს და ოკუპანტს რომ ეძახდა, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცივილიზაციაც დაარქვა და გადაწყვიტა, რომ ევროპულ ქვეყანასთან, ასევე ევროპული ქვეყანა საერთო ენას უნდა პოულობდეს. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ბალანს მეზობელ რუსეთთან. რუსეთი უდიდესი ევროპული სახელმწიფოა. მერცი და მაკრონი გამონაკლისები არ არიან. სია და განცხადებები ვრცელია. ეს წინასიტყვაობაც იმისთვისაა საჭირო, რომ ერთ მარტივ დასკვნამდე მივიდეთ. ეს ნაბიჯ გასავლელი გზაა. უკრაინა ევროკავშირის წევრი 2 ან თუნდაც 3 წელში ვერ გახდება. საქმე აქ იმაში ნაკლებადაა, ვინ ვის რას პირდება. რეალურად საკითხავი ისაა, ვინ როგორ ასრულებს დადებულ პირობას. რადგან ცარიელი სიტყვები რეალური ქმედებების გარეშე ხშირად მსგავს განცხადებებად იქცევა, ფინიშის ხაზთან, რომელიც შეიძლება ფინიში არც კი იყოს, ახალი მოთხოვნა აღმოცენდება. იმ ტერიტორიების დათმობა, რომლის შესანარჩუნებლად და დასაბრუნებლადაც 10,000-ობით ადამიანმა სიცოცხლე გაწირა. ზელენსკის ჰქონდა იდეა ევროკავშირში 2027 წლის 1 იანვარს გაწევრიანების. ეს არ გამოვა. მაშინ შესაძლოა ისე მოხდეს, რომ უკრაინის ტერიტორიის ნაწილი აღარ იყოს უკრაინული. პრეზიდენტ ზელენსკის თუ სურს ეს მიიტანოს საკუთარ მოსახლეობამდე, მან უნდა უთხრას ხალხს: მე თქვენთვის გავხსენი გზა ევროპისკენ. უკრაინამ 4 წლის განმავლობაში ისმინა, რომ ის დღეს ან ხვალ გახდებოდა ევროპული გაერთიანების წევრი. ბრიუსელიდან უკრაინელებს არაერთხელ შეახსენეს ტერმინი ღია კარი, რომლის შესახებაც ბევრს სმენია, მაგრამ რეალურად არავის უნახავს.
ამავე მდგომარეობაში აღმოჩნდა მოლდოვაც. ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი 2023 წელს მიიღო. ჩვენი ვალდებულება მოლდოვას დავეხმაროთ. დახმარების რიგში კიშინიოვი დიდხანს იდგა. რამდენიმე წლიანი ფიქრის შემდეგ კი მაია სანდუმ, რომელიც მოლდოველებს შარშანდელ საპარლამენტო არჩევნებზე განვითარებას და წინსვლას პირდებოდა, განაცხადა, რომ ქვეყანამ შეიძლება საერთოდ აღარ იარსებოს, თუმცა მოსახლეობამ ევროკავშირში გაიყვიძოს. მოლდოვის რუმინეთთან შეერთებამ შეიძლება ქვეყანას ევროკავშირში უფრო სწრაფად გაწევრიანების საშუალება მისცეს. აქ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ სანდუმ ზადაა ევროკავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ ქვეყნის ისტორიული რეგიონი, არაღიარებული დნესტრისპირეთის რესპუბლიკაც კი დათმოს. არ არის გამორიცხული ეს დნესტრისპირეთის გარეშე მოხდეს. საწყის ეტაპზე უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მარტო არ ყოფილან. მეტიც, ასოცირებული ტრიოს ლიდერი მუდამ იყო საქართველო. დაუმსახურებლად თუ დამსახურებულად ეს სამეული შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გზაზე კიშინიოვს და კიევს თბილისი ყოველთვის ყველა ასპექტში უსწრებდა. არაერთი მუხარის და ზეწოლის მიუხედავად დღეს საქართველოს ხელისუფლება თავის სათქმელს მაინც ამბობს. ეროვნული ინტერესებიდან გადახვევა არაფრის ფასად არ მოხდება. მინდა უთხრა ყველას ბრიუსელში, საქართველო არასდროს დადგება ევროინტეგრაციის უკრაინულ და მოლდოვურ გზაზე, რომელიც ტერიტორიების დათმობით და სახელმწიფოს გაუქმებით ევროკავშირში წევრობას გულისხმობს. თბილისს მკაცრად აქვს გადაწყვეტილი, რომ გახდება ევროკავშირის წევრი, თუმცა არა დათქმებითა და დანაკარგებით, არამედ დანაკარგების აღსადგენად და ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად. ვინაიდან ამ მიზანზე ღირებული ქართველი ხალხისთვის არც ბრიუსელი და არც ევროკომისია არა. 10 წლეულების განმავლობაში გვესმოდა ყოველთვის, რომ საუბარი იმაზე, რომ თუ ქვეყანა ევროკავშირში მიილტო და ნატოში მიილტო და ეს გულისხმობდა ტერიტორიების დაკარგვას ან ასე შემდგომ, ეს იყო რუსული დეზინფორმაციის ნაწილი. პირდაპირ გაწებებდნენ იარლიხს, რომ ამაზე საერთოდ ლაპარაკსაც თუ დაიწყებდი, სალაპარაკოც კი არ იყო. ანუ იმდენად აშკარა იყო რაშუაში ან ტერიტორიის დაკარგვა, ან სახელმწიფოებრიობის, რომ პირდაპირ რუსული იარლიხს აწებებდნენ ადამიანებს და ეს იყო აი კლასიკური მაგალითი ხოლმე, რას ეძახდნენ რუსულ დეზინფორმაციას. ახლა რა გამოვიდა თავად ეს ქვეყნები გერმანიის კანცლერიდან დაწყებული სხვები აცხადებენ, რომ ეს შეიძლება იყოს ყველაზე კარგი გზა ერთი ან მეორე ქვეყნისთვის, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრები. გულისხმობ იმას, რომ ერთმა ტერიტორიები, უკრაინამ ტერიტორიების დაკარგვით მიიღოს რაღაც დაპირებები, რეალური დაპირებები და მეორემ სხვა ქვეყანასთან გაერთიანებით. ჩვენთვის ის გზა, რაც წარმოუდგენია ან მოლდოვას ან უკრაინას ევროკავშირის გაწევრიანების, რა თქმა უნდა არის კატეგორიულად მიუღებელი. ჩვენ ყოველთვის ასე წარმოგვედგინა ყოველ შემთხვევაში, რომ ევროპული ინტეგრაციის გზა უნდა ყოფილიყო ჩვენი სახელმწიფოებრიობის, ჩვენი კულტურის, იდენტობის, ტრადიციების შენარჩუნების და გაძლიერების გზა და არა პირიქით ამ ყველაფრის დაკარგვის გზა. საწყის წერტილში დაბრუნებისას ერთი რამ ცხადდება: დრო გადის, განცხადებები და სიტყვები კი რჩება. ისინი ადასტურებს სოფლიოში, სადაც საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი აღარ არსებობს, ყველას თავისი მიზანი აქვს. შესაძლოა ეს მიზნები ადრეც არსებობდა, უბრალოდ მაშინ უკეთ ინიღბებოდა. დასკვნა ერთია: ქარტიები და კონსტიტუციები იწერება, მაგრამ რეალური გეოპოლიტიკური ვაჭრობისას ევროპული ოცნების ფასი გაცილებით მაღალი აღმოჩნდება, ვიდრე ამას აპლოდისმენტების ფონზე გვპირდებოდნენ. თუმცა მთავარი მაინც ისაა, ვინ რას დათმობს ამ გზაზე და ვინ დარჩება საკუთარი თავის ერთგული. მაშინაც კი, როცა ტერმინ ღია კარში სიტყვა ღია, მხოლოდ ფორმალობად იქცა და შინაარსი სრულად დაკარგა. დიალოგის ნაცვლად მონოლოგი, თანამშრომლობის ნაცვლად ურთიერთბრალდებები. ოპოზიციურ ერთობაში კვლავ მუდმივი გარჩევებისა და დაუსრულებელი ბრალდებების რეჟიმი მოქმედებს. ალიანსი, სადაც იდეებზე ნაკლები და ერთმანეთის მხილებაზე მეტი ენერგია იხარჯება, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საკუთარ თავთან ბრძოლაში საუკეთესო ფორმაშია. რამდენ ხანს გაძლებს ოპოზიციური გაერთიანება, სადაც პარტნიორები ერთმანეთს კონკურენტებად უფრო აღიქვამენ, ვიდრე თანამოაზრეებად. ერთი მხარე საკუთარ ლიდერზე საუბრობს, მეორე ლიდერების კულტის წინააღმდეგ გამოდის, მესამე კი ცდილობს აუხსნას ამომრჩეველს, რომ ყველაფერი კონტროლქვეშაა. ვინ მართავს პროცესს? Facebook სტატუსები პოლიტიკურ ინსტრუმენტად იქცა, ხოლო ციხიდან წერილები კომუნიკაციის მთავარ ფორმად. ერთობა თუ დროებითი თანაცხოვრება ერთმანეთის გაძლების რეჟიმში. იზი ბურნაძე მოგიყვებათ.
ოპოზიციის დაუსრულებელი საგა, სადაც ობსესიური მწერლობა დიდი განხეთქილების მიზეზად იქცა, წერილები კი ხიდ ჩატეხილობად. სააკაშვილმა კალამი ისევ დაღალა, მისმა ნაწერმა კი ოპოზიცია გაყარა. ოფიციალურად ჯერ არა, თუმცა ფაქტია, რომ ერთობაში მყოფები გეოგრაფიულადაც სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ. გზები ასე გაიღო. თუ კი ერთი ნაწილი რეგიონებში შეხვედრებს დახურულ კარს მიღმა მართავდა, მეორე საკუთარ ოფისთანვე ბროშურებს არიგებდა. ნაციონალური მოძრაობა დედაქალაქში დარჩა. დარჩენილებს კი თბილისიდან გასულებმა შემოუთვალეს, რომ სააკაშვილის პარტიამ ალიანსიდან თავი გაირიცხა. მიშამ თვითონ თქვა, ხო, რომ მე არ მოვიხვევ თავზე არავის წესებს და სხვებსაც ურჩევ, რომ ეგრე არიანო და თავი რო გაირიცხეს, მოეგონე ხა გონს წესებზე, მაგრამ არავის არ დავაყენებინებთ ჩვენ შიგნით თავს. სანამ იქნებოდა ეს განცხადება და მოსახლეობასთან კომუნიკაციის დახურული ფორმატი იყო წერილები რუსთავის ციხიდან. ამჯერად ნაციონალური მოძრაობის ყოფილ თავმჯდომარეს სხვა ყოფილებიც აყვნენ. ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი. რამდენიმე თვიანი დუმილი მელიას ანა წითლიძის ბრალდებამ დაარღვევინა. წითლიძემ გვარამია მელიას პარტიას წინასაარჩევნოდ მოსყიდულები უწოდა. მელიამ კი მშობლიური პარტია, მისი წევრები, მისი წინამორბედი თავმჯდომარეც და ყველა ერთად ცილის სამებაში დაადანაშაულა. არავინ უკადრებელს არ კადრულობს, არავის გაუთავებელი ნაცვალსახელი მე არ გვესმის. ხო და მავანმაც უნდა გაუძლოს და ცილის სამების ალეგორიას არ უნდა დაემსგავსოს. ცილის სამებაზე ჩემმა მუდმივმა წაყრუებამ და თავმინებებულობამ მავანსა და მავანს საშუალება მისცა ჩირქი ეფრქვია. გაუცებული ვარ, როგორ ახერხებენ ამდენ ტყუილს, შხამსა და ცილის სამებას. თუ სიბინძურე გაგრძელდება, ყოველ ცისმარე დღეს დავიწყებ Facebook პოსტების გამოქვეყნებას ამ მიღწნილი კამპანიის წინააღმდეგ და ეს გაკეთდება ბულდოზერული სტილით. ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობების ტალღა მეძალება ცილის მწამებლების მიმართ, რომელშიც არეულია სირცხვილი, სიბრალული და იმავდროულად სიხარული. სიხარულია იცოდე, რომ მათთან აღარაფერი გაკავშირებს. არსებული პროცესი ძალიან სასარგებლოა. ხდება კრისტალიზაცია, ერთგვარი დაწმენდა, პერსონალურიც, მეთოდოლოგიურიც, იდეოლოგიურიც. შედეგად ფართო საზოგადოება ადვილად შეძლებს ხორბალი გამოარჩიოს სარეველასაგან. მელიას წერილს სააკაშვილის წერილით წამოეწია, თუმცა ეს ამ კვირაში მისი ერთადერთი შეტყობინება არ ყოფილა. მაგალითად დაწერა ისიც, რომ მასზე თავდამსხმელ ოპოზიციას პოლიტიკური მომავალი არ აქვს. ამას კი წინ ჩერგოლეიშვილის პოსტი უძღოდა, რომელსაც სააკაშვილის კრიტიკა მანამდე არც ვერბალურად და არც წერილობით დაუკლია. ფედერალისტების ლიდერმა მსჯავრდებულ და ბრალდებულ სააკაშვილს საკუთარი პარტიით ფრუსტრირებული უწოდა. ვინ ურევს ალიანსში, ვინ არღვევს წესებს და რატომ რჩება ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებაში, მაშინ როცა ამტკიცებენ, რომ ანტიმიშა კამპანიას არავის აპატიებენ. ფაქტია, რომ წითელი ხაზები გადაკვეთილია, თუმცა ყოფილი ნაციონალების გაერთიანებიდან მოქმედები გასვლას საკუთარი ნებით მაინც არ ჩქარობენ. არიან ადამიანები, რომელთაც აქვს კომპლექსი მიხეილ სააკაშვილის, რომელთაც გონიათ რომ რაღაც პოლიტიკურ კაპიტალს შექმნიან. ყველა ეს ადამიანები თავს ესხმის მიხეილ სააკაშვილს. თუ ჩვენ გვინდა რომ ვიმუშაოთ, თუ ჩვენ გვინდა რომ შედეგი დავდოთ, ამისთვის საჭიროა რომ ანტიმიშა კამპანია კი არ აწარმოოს ალიანსში პარტიურმა პარტიებმა და მათმა კონკრეტულმა წარმომადგენლებმა, არამედ საქმეზე ორიენტირდნენ. რაც შეეხება ჩვენ ყოფნა არ ყოფნას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯერჯერობით ალიანსი არ დაგვიტოვებია და უახლოს მომავალში არ ვაპირებთ ამის გაკეთებას. ყოფნა არ ყოფნა საკითხავი ნამდვილად ეს არის. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ნაციონალური მოძრაობა ამტკიცებს, რომ არსად გასულან გაერთიანების ნაწილი კი მათ გარიცხულად აცხადებს. თუმცა სანამ 9-8-იანის ბედი გაირკვევა, ამ ამბავს კიდევ ერთი თავი აქვს. ალიანსის შეხვედრები რეგიონებში. დაანონსეს, წავიდნენ და ღია კარიც მიიხურეს. ოპოზიციამ შეხვედრაზე მათთვის არასასურველი მედიაც არ დაუშვა. თუმცა შეხვედრა არც მსგავსი პოლიტიკური გემოვნების ადამიანებით იყო სავსე. ამ ამბავს ეს სკამები წყვება. რატომ მართავს ოპოზიცია დახურულ შეხვედრებს? მართულ გუნდში აცხადებენ, რომ მათი ოპონენტები ხალხში თამამად ვერ გავლენ, რადგან საზოგადოებას ალიანსის წევრების მოქმედებები და წარსულში გაკეთებული განცხადებები კარგად ახსოვს. ეს არის რა თქმა უნდა პირდაპირ კავშირში იმასთან, რომ ისინი კარგად აანალიზებენ თუ როგორ ზულთ მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას ეს აქტორები და როგორ უნდა გავიდეს ხალხში და რეგიონებში, მაგალითად ნიკა გვარამია, რომელსაც ნუ ისეთი სიბინძურეები აქვს, ნათქვამი, რომ მე ვერ გავიმეორებ. ან როგორ უნდა გავიდეს ხალხში, მაგალითად გიორგი ვაშაძე, რომელმაც პირდაპირ ეთერში მოუწოდა ბავშვებს, რომ მშობლებთან ურთიერთობა გაეწყვიტათ, თუ ისინი ქართული ოცნების მხარდამჭერები იყვნენ. ან როგორ უნდა გავიდეს
დღეს ქუჩაში ჩერგოლეიშვილი, რომელსაც არ ვიცი, ესეთი სიბინძურე ამოდის თავისი პირიდან. მოქალაქეებთან რაღაცა კარდაკარებს აანონსებენ, ჩაატარებენ იმ კარდაკარს აუცილებლად თავიანთ პარტიულ აქტივთან, ხოლო შეხვედრები რაც ექნებათ რეგიონში, კი ბატონო, დახურული იქნება ეს შეხვედრები და ნამდვილად ვერ გაბედავენ ისინი, რომ ხალხში იარო. სტრატეგია, რომელიც ოპოზიციამ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკის ჟანრს დაამსგავსა, ღიმილის მომგვრელია ალიანსის მიღმა დარჩენილებისთვის. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი და ახლა უკვე დამოუკიდებელი პოლიტიკოსი ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ ალიანსი, რომელიც ვერაფერზე თანხდება, ეს არა რეალური ერთობა, არამედ ერთობის იმიტაცია. საუბრობენ გაერთიანებაზე იმიტომ, რომ კარგი სიტყვაა ერთიანობა და იმიტომ, რომ სხვა დღის წესრიგის შექმნის საშუალება არ არის. ბრძოლის ფორმაზეც კი ვერ თანხმდებიან. რაც შეეხება შინაარსს, ისინი ვერ თანხმდებიან წარსულზე და ერთმანეთს ეძახიან რუსეთის აგენტებს, პოლიტიკურ სუწინიორებს და ასე შემდეგ. ვერ თანხმდებიან მომავალზე, იმიტომ რომ არანაირად ამბობენ, რომ ერთი პოლიტიკური სტრატეგია არ ექნება და ერთ სიაში არ არიან და მეტიც ვერ თანხმდებიან აწყოზე. მე არ მესმე საერთოდ რის ირგვლივ არის ეს გაერთიანება. რესურსის გარეშე დარჩენილი ყველა დროის ნაციონალების გაერთიანება. ასე აფასებს ოპონენტების მურიგ ალიანსს მმართველი გუნდი. სახელმწიფო პარტიაში აცხადებენ, რომ ერთობას, რომელიც უცხოელი დონორების მითითებებით იმართება, პერსპექტივა არ აქვს. ეს ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ, ზულთ ერთმანეთი, როდესაც ისინი გაერთიანებულები არ არიან, ჩვენ კარგად გვახსოვს თუ როგორ ლანძღავენ ერთმანეთს და რა სიტყვებით მოიხსენიებენ, შემდეგ დაავალებენ გაერთიანებას, თითქოს ივიწყებენ იმ ყველაფერს და ერთმანეთსაც ატყუებენ, თავის თავსაც ატყუებენ, ამხნევებენ ერთმანეთს, რომ თითქოს რაღაცა შეუძლიათ, არა და რეალურად აბსოლუტურად არაფრის რესურსი არ გააჩნიათ. და ჩვენმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს აქტორები, რაც ხელისუფლებაში არ არიან, მავნებლობენ და საბოტაჟირებას ეწევიან ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ასევე ჩვენი მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ ისიც კარგად გაშიფრა, რომ ეს რადიკალები იმართებიან მთლიანად გარედან და ასრულებენ გარე მითითებებს და ესეც რა თქმა უნდა ქართულ ხალხს არ მოწონს არაწყოთ. ეს რადიკალები თავიანთი დღის წესრიგით უპირისპირდებიან ყველაფერ ქართულს. 9 წლიანი წარსული, რომელიც უპერსპექტივობამდე მივიდა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობის განვლილი გზა კარგად ახსოვს. როგორც მმართველ გუნდში აცხადებენ, სწორედ ამ წარსულიდან გამომდინარე ოპოზიციის კონფიგურაციებს ამომრჩეველთა უმრავლესობის მხარდაჭერა ვერ ექნება. რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებული ყველა ინიციატივა ასე გაგრძელდა და შესაბამისად დასრულდა. ამ შემთხვევაში ხედავთ, რომ მათ არავითარი რესურსი არ აქვთ, მათ შორის არ აქვთ ხალხთან ურთიერთობის რესურსი. ეს არის საერთო მდგომარეობა, რაც არის შექმნილი რადიკალურ ოპოზიციაში. თვითონ მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, ხო, იმ 9 წლიანი წარსულით, რომელიც ჰქონდათ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და იმ ოპოზიციური წარსულით, რომელიც აქვთ გასული 14 წლის განმავლობაში შექმნილი. თვითონვე მიიყვანეს აქამდე საკუთარი თავი, იმიტომ რომ სიკეთე არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნისთვის, ბოროტება ბევრი გააკეთეს. შესაბამისად, საზოგადოებამდე მისასვლელი პირი მათ მონებრივი არ აქვთ. ოპოზიციურ ალიანსში ოფიციალურად 9 პარტია ირიცხება. ორთვიან გაერთიანებაში 2 ჩხუბი მოასწრეს. მეორე დაპირისპირება კი 2 კვირაა გრძელდება. თუმცა ერთობას ამჯერად ერთი კაცის წერილები შლის. კრიტიკის ავტორი სააკაშვილია, ადრესატები კი მისი ყოფილი პარტიიდან წარმოქმნილი სხვა პარტიის წევრები. ორგანოების ბეჭდვა 3D ბიოპრინტერზე. სამყარო, სადაც სიცოცხლის გადასარჩენად დონორის ლოდინი აღარ იქნება საჭირო. დღეს უკვე შესაძლებელია კანის და ღვიძლის ბეჭდვა. მუშაობენ ფილტვისა და გულის მოდელებზე. მედიცინის ახალი ეპოქის დასაწყისი. რეპორტაჟი რამდენიმე წუთში. ჯარიმები გაიზარდა, ცვლილებები ძალაში შევიდა, სახელმწიფო საგზაო უსაფრთხოებაზე კონტროლს ამკაცრებს. მიდგომა უკომპრომისოა, მიზანი ერთი, გზებზე სიკვდილიანობის შემცირება და უსაფრთხო გარემო. 500 ლარით დაჯარიმდება პირი, რომლის დრიფტი რაიმე ნივთს ან ადამიანს მსუბუქად დააზიანებს. ჩამოერთმევა მართვის მოწმობაც. გამკაცრდა პასუხისმგებლობა საავტობუსო ზოლში მოძრაობაზეც. ამ დარღვევისთვის მძღოლებს მართვის მოწმობაზე დარიცხული ქულებით ჩამოეჭრებათ. კანონში შეტანილი ცვლილებებით ჯარიმა მკაცრდება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეით და გადასასვლელზე დგომა გაჩერებაზეც. რა იცვლება მძღოლებისთვის? მარიკა გოცირიძის და გიორგი გუჯაბიძის რეპორტაჟი.
უსაფრთხოება და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მთავარი მიზანი, რომელიც ძალაში 1 მაისიდან შევიდა. ურჩიმძღოლებისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გამკაცრდა. მანევრირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 100 ლარამდე იზრდება. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა კი 20 ქულით შემცირდება. 100 ლარამდე იზრდება სანქცია არაუმეტეს 40 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბებისთვის. 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილით მოძრაობისას მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობისთვის. მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობა კი 10 ქულით შემცირდება. 50 ლარამდე იზრდება სანქცია ავტომობილის მართვისას მობილური სარგებლობისთვის. დრიფტი, რომელსაც ნივთის ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება მოჰყვება, 500 ლარიან ჯარიმასთან ერთად გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას 6 თვის ვადით. საგზაო მოძრაობის წესების განმეორებით დარღვევა, რომელსაც საავარიო ვითარების ან საცობის შექმნა მოჰყვება, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირებას. ამ ცვლილებების აუცილებლობა უწყებამ ყველაზე მყარი არგუმენტით, საგანგაშო სტატისტიკით ახსნა. სამწუხაროდ 2025 წელი იყო საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით გზებზე ადამიანების დაშავების და გარდაცვალების 470-მდე ადამიანი გარდაიცვალა 2025 წლის განმავლობაში ავტოავარიების შედეგად და 8000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ყველაზე ხშირად რაც იწვევს ავტოსაგზაო შემთხვევებს ეს არის სიჩქარის გადაჭარბება და თუნდაც თუ ჩავხედავთ პროცენტულ მაჩვენებელს თითქმის 40%-ზე მეტია სიჩქარის გადაჭარბება საერთო სამართალდარღვევების რაოდენობის. 1,800,000 პირი დაჯარიმდა გასული წლის განმავლობაში სიჩქარის გადაჭარბებისთვის. შესაბამისად, აქ სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, რომ გადახედოს და სამწუხაროდ მესმის, რომ მძღოლებისთვის ძალიან მძიმეა და ფინანსური ტვირთია, მაგრამ სხვა უფრო ეფექტური მექანიზმი, ასე ვთქვათ, ასეთ დროს სახელმწიფოს მხრიდან ნაკლებად არსებობს. გარდა ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციისა, ცვლილებები შეეხო დგომა გაჩერების წესსაც. ქვეყანაში ავტომობილების რაოდენობის გამო გაზრდილმა მობილობამ აუცილებელი გახადა სხვა ცვლილებებიც. დგომა გაჩერების წესების დარღვევისთვის თბილისის მსგავსად 50 ლარამდე იზრდება ჯარიმა ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთსა და საქართველოს კურორტებზე. ასევე M3, N2, N3 ან T კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებისთვის. 500 ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული თბილისში საერთო სარგებლობის საავტომობილო გზაზე N2 ან და N3 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის იმ შემთხვევაში თუ სატვირთო გადაზიდვის დანიშნულების ადგილი თბილისი არ არის. ახალ სამართალდარღვევად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა გაჩერება, რაც თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში და საქართველოს კურორტებზე გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 10 ლარით. ტროტუარზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისთვის დგინდება ჯარიმა 200 ლარის ოდენობით, აგრეთვე დამუღებს მართვის მოწმობაზე 30 ქულა შეუმცირდება. სახანძრო ჰიდრანტთან სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 200 ლარით. ავტობუსის ხაზზე მოძრაობა არსებულ 100 ლარიან ჯარიმასთან ერთად დამატებით გამოიწვევს მართვის მოწმობაზე 15 ქულის შემცირებას. ქმედების განმეორებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 150 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 30 ქულის შემცირება. საპირისპირო მიმართულებით მოწყობილ ავტობუსის ხაზზე მოძრაობა, გაჩერება ან დგომა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე 20 ქულის შემცირებას, ხოლო განმეორებისთვის გათვალისწინებულია სანქციების გაორმაგება. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი აქტიურად ზრუნავს საგზაო უსაფრთხოებაზე, ვინაიდან თავიდან იქნა საცილებული ავტოსაგზაო შემთხვევები, მიუხედავად ამისა აღნიშნული რჩება ძირითად გამოწვევად, რასაც ცხადყოფს სტატისტიკა. სანქციების გამკაცრებასთან ერთად უნიშნელოვანია მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. მოუწოდებ მძღოლებს, ქვეითებს დაიცვან კანონი. წინააღმდეგ შემთხვევაში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი იმოქმედებს კანონის შესაბამისად. ცვლილებები ძალაში 1 მაისიდან შევიდა. მის აღსრულებას კი როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე მუნიციპალური სამსახურების შესაბამისი დეპარტამენტები განახორციელებენ. ადამიანის ორგანოების ბეჭდვა 3D ბიოპრინტერზე. სცენარი, რომელიც ცოტა ხნის წინ წარმოუდგენლად ჟღერდა, დღეს უკვე რეალური მეცნიერული მიღწევაა.
სამყარო, სადაც სიცოცხლის გადასარჩენად დონორის ლოდინი აღარ იქნება საჭირო. ეს არის მიზანი, რომლისგანაც მედიცინა ნაბიჯ მიიწევს. დღეს უკვე შესაძლებელია კანისა და ღვიძლის ქსოვილების ლაბორატორიული ბეჭდა. მეცნიერები აქტიურად მუშაობენ უფრო რთულ სტრუქტურებზე, ფილტვისა და გულის მოდელირებაზე. 3D ბიობეჭდვა ნიშნავს, რომ სპეციალური პრინტერი ცოცხალი უჯრედებით ქმნის ქსოვილს. ეს ტექნოლოგია უკვე გამოიყენება წამლების ტესტირებაში და დაავადებების შესასწავლად. სრულფასოვანი ორგანოების კლინიკურ გამოყენებამდე კი არც ისე დიდი დრო დარჩა. რამდენად ახლოსაა მედიცინა იმ რეალობასთან, როცა ორგანოები დაიბეჭდება, რა ეტაპზეა მეცნიერება და რა ბარიერები რჩება? ნახეთ ნათია ჩეხერიას რეპორტაჟი. ის რაც ერთ დროს სამეცნიერო ფანტასტიკად ითვლებოდა და რასაც მხოლოდ ფილმებში ვხედავდით, შეიძლება ძალიან მალე რეალობად იქცეს. შეძლებენ თუ არა მეცნიერების სრულფასოვანი ორგანოების შექმნას ტრანსპლანტაციისთვის და რა არის ამისთვის საჭირო. სოფლიოში მილიონობით ადამიანი ელოდება ორგანოს გადანერგვას, თუმცა ამჟამად ხელმისაწვდომი დონორების სიმცირის გამო ამ საჭიროების მხოლოდ 10% კმაყოფილდება, რაც დაახლოებით 170,000 ორგანოს ტრანსპლანტაციას ნიშნავს. მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად და ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭიროა წელიწადში დაახლოებით 2 მილიონი ტრანსპლანტაციის გაკეთება, თუმცა ეს ახლა შეუძლებელია. დონორული ორგანოების მწვავე დეფიციტი მედიცინას ახალი გზების ძიებას აიძულებს. მეცნიერების ამოცანა ბიობეჭდით შექმნან ორგანოები, რომლებიც თირკმლის, გულისა და სხვა ორგანოების ფუნქციური ანალოგი იქნება. ამოცანის შესრულების შემთხვევაში ეს იქნება დასაწყისი ეპოქის, რომელშიც ორგანოების მოლოდინის რეჟიმი საბოლოოდ დასრულდება და ადამიანების სიცოცხლე გახანგრძლივდება. სამგანზომილებიანი ბიობეჭდვა მომავალში ადამიანებისთვის საჭირო ორგანოების შექმნის საშუალებას მოგცემს. მესმის, რომ ჩემი ნათქვამი შესაძლოა სამეცნიერო ფანტასტიკად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ქსოვილის ჩანაცვლება შესაძლებელია. ქსოვილს აქვს რეგენერაციის და თვითგანკურნების უნარი, თუმცა თუ სამგანზომილებიანი ბიობეჭდვის ყველაზე რთულ ასპექტზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, მთავარ გამოწვევად ახლა მთლიანი ორგანოს ბეჭდვაა. სამგანზომილებიანი ბიობეჭდა, ბიოპრინტინგი, ეს არის რევოლუციური ტექნოლოგია, რომელიც 3D პრინტერის მსგავსი პრინციპით პაციენტის ცოცხალი უჯრედებისა და სპეციალური გელის გამოყენებით ფუნქციურ ქსოვილებსა და ორგანოებს ქმნის. მეცნიერებმა უკვე შეძლეს შეექმნათ მცირე ზომის ორგანოიდები, მინი ღვიძლი, მინი თირკმელი, მინი გული, რომლებიც ფუნქციურად მუშაობენ, თუმცა ამჯერად გამოწვევად რჩება სრული ზომის ორგანოების დამზადება. ეს მხოლოდ გამოწვევა, რადგან ის რაც რამდენიმე წლის წინ შეუძლებლად მიაჩნდათ, ახლა შესაძლებელია. მეცნიერებმა უკვე წარმატებით დაბეჭდეს კანის, ხრტილის, ძვლისა და სისხლძარღვების ქსოვილები. ბიოპრინტინგის ტექნოლოგია საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ კანის ყველა დაზიანებული ფენა. ამისთვის ვიღებთ პაციენტის უჯრედებს, მათ ვტვირთავთ პრინტერში, რის შემდეგაც პირდაპირ ფენა ვბეჭდავთ ამ უჯრედებს კანის იმ მონაკვეთზე, რომელიც დაზიანებულია. ამ ეტაპზე პროექტი ძირითადად ეხმარება პაციენტებს, რომლებმაც დამწვრობა მიიღეს, თუმცა მომავალში მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვა პაციენტებისთვისაც. სამედიცინო რევოლუცია ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს. საბოლოო მიზნის მიღწევამდე, რაც ადამიანების ორგანოების დაბეჭდა, მეცნიერების თქმით კიდევ დროა საჭირო. იმისთვის, რომ დღეს შექმნილი მინი გული, მინი თირკმელი და სხვა მინი ორგანოები სრულმასშტაბიან რეალური ზომის ფუნქციურ ორგანოებად იქცეს, მედიცინას დაახლოებით 10-20 წელი სჭირდება. თუმცა კვლევრები გვაიმედებენ, რომ ის რაც ახლა სამეცნიერო ფანტასტიკად ითვლება, სულ რამდენიმე წელიწადში რეალობად იქცევა. სოფლიო ხელოვნების ყველაზე პრესტიჟული გამოფენა ვენეციის ბიენალეს გახსნამდე 6 დღე რჩება. ეს არის თანამედროვე ხელოვნების უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც იტალიის ქალაქ ვენეციაში 1895 წლიდან იმართება. ორ წელიწადში ერთხელ ეს ფორუმი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არტისტებს, კურატორებსა და კულტურულ ინსტიტუციებს აერთიანებს და თანამედროვე ხელოვნების მრავალფეროვან მიმართულებებს ერთ სივრცეში წარმოგვიდგენს. წლევანდელი თემაა მინორულ ტონალობაში. ამ საერთაშორისო სცენაზე წარმოდგენილია საქართველოც. ქვეყანა ბიენალეზე უკვე წლებია მონაწილეობს და ყოველ ჯერზე ახალ კონცეფციას სთავაზობს დამთვალიერებას. წლევანდელი პროექტი შთაგონებულია არგონავტების მითით. ვენეციის ბიენალე 9 მაისს გაიხსნება და ნოემბრამდე გაგრძელდება. სალომე თარხნიშვილის რეპორტაჟი. ეს
ვენეციაა ქალაქი, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა ვენეციის ბიენალე იმართება. ბიენალე 1895 წელს ქალაქის მაშინდელი მერის ინიციატივით დაარსდა. მიზანი იყო ვენეციის გადაქცევა თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ცენტრად და ასეც მოხდა. დღეს ვენეციის ბიენალე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული პლატფორმაა. ის არის სივრცე, სადაც ერთიანდება მრავალფეროვანი მხატვრული ხმები და ესთეტიკური ხედვები. ერთგვარი პოლიფონიური ორგანიზმი, რომელიც თანამედროვე ხელოვნების განსხვავებულ და ხშირად ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ტენდენციებს აერთიანებს. სწორედ ეს სცენა ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს საუკეთესო ხელოვანებს, მათ იდეებს, პროექტებსა და სხვადასხვა ქვეყნის კულტურებს აერთიანებს. ავტორიტეტიდან გამომდინარე, რეპუტაციიდან გამომდინარე ვენეციის ბიენალე არის ერთ-ერთი არა, ალბათ მთავარი ევროპული არტ-ღონისძიება, არაკომერციულ ღონისძიებებს შორის, რა თქმა უნდა, და მხატვრის ცნობადობას, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ზრდის, გარდა იმისა, რომ თვითონ ხელოვანისთვის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია უშუალოდ აი როგორც გამოცდილება, თუნდაც სხვა არტისტული გამოცდილება, თუნდაც სხვა პავილიონების ნახვა. ბიენალეზე წარმოდგენილ არტისტებს მასპინძლობს ორი მთავარი საგამოფენო სივრცე: ჯარდინი და ვენეციის არსენალე. ისტორიული პალაცოები და არქიტექტურული ძეგლები დროებით საგამოფენო პავილიონებად გარდაიქმნება. ბიენალეს პერიოდში ქალაქი ერთ დიდ საგამოფენო სივრცედ იქცევა, სადაც თანამედროვე ხელოვნება ორგანულად ერწყმის ურბანულ გარემოს. ამ მრავალფეროვან კონტექსტში საკუთარი ხმა აქვს საქართველოსაც. ჩვენი დროშა ვენეციის ბიენალეზე პირველად 2007 წელს აფრიალდა. მას მერე დღემდე ამ მნიშვნელოვან სახელოვნებო სცენაზე საქართველოს მონაწილეობა ყოველ ჯერზე ახალ სივრცეში და ახალი ფორმატით ხდება. ეს არის ხმა, რომელიც პატარა ქვეყნიდან ისმის, მაგრამ ძალიან ძლიერად ჟღერს მთელ მსოფლიოში. სერიოზული გალერეები ყურადღებას იქცევს, ეს ჩემი მოგონილი არ არის ოღონდ. ეს ესეა და ფაქტია. ბიენალე უნდა გქონდეს გამოვლილი, რომ სერიოზულ გალერეებს დაეკონტაქტო. წელს საქართველო წარმოადგენს პროექტს, რომელიც შთაგონებულია არგონავტების მითით. ისტორია, რომელიც კოლხეთს უკავშირდება და მოგვითხრობს მოგზაურობაზე, ძიებაზე და აღმოჩენაზე. წლევანდელ ბიენალეზე აქცენტი არის ალბათ იმ კრიზისების ფონზე, რაც სამყაროშია. ნაკლებად ხმაურიან, ესეთ რაღაც მშვიდ in minor key არის ესეთი, ასე ვთქვათ, ბიენალეს დევიზი და აი ამ ჩარჩოში, რა თქმა უნდა, ფართე ჩარჩოა ესა, არ ახარ შეზღუდული არანაირად. რაღაცნაირად აქცენტი არის უფრო მშვიდ, ასე ვთქვათ, რაღაც სულიერ განმარტოებულ რაღაც ლოცვისკენ მოხმობილ გარემოზე შეიძლება ითქვას. პროექტში არგონავტები აღიქმებიან არა როგორც მითიური გმირები, არამედ როგორც თანამედროვე ადამიანის სიმბოლო. ადამიანის, რომელიც მუდმივად გზაშია, ეძებს საკუთარ იდენტობას და მოგზაურობს კულტურებსა და სივრცეებს შორის. გმირები, რომლებიც ოქროს საწმისის მოსაპოვებლად კოლხეთიდან ჩამოვიდნენ და დღეს ახალი მისიით ბრუნდებიან თანამედროვე ხელოვნებაში. ეს არ არის ერთი ავტორის გამოფენა, ეს არის კოლექტიური მრავალშრიანი ინსტალაცია, სადაც წლევანდელი ბიენალეს ჯგუფის კურატორმა ნინო მეტრეველმა და კომისარმა შალვა ხახანაშვილმა 20-მდე არტისტი გააერთიანა. კონცეფცია ორიენტირებულია ამ თანამედროვე მასალის და ძველი სიმბოლიკის, კულტურული მეხსიერების, ასე ვთქვათ, გარკვეულ სინთეზზე, რომელსაც მრავალი შრე გააჩნია, იმიტომ რომ ზოგადად მე მიყვარს ინსტალაციების გაკეთება, სადაც მრავალი შრეა, არა მხოლოდ ვიზუალური შინაარსობრივად გულისხმობდა, ესეც ასეთი ნამუშევარია. ამ კონტექსტში საქართველო წარმოჩინდება როგორც გზაჯვარედინი, ადგილი, სადაც აღმოსავლეთი და დასავლეთი ერთმანეთს ხვდება და სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთიანდება. ვენეციის ბიენალე 9 მაისს ოფიციალურად გაიხსნება და 22 ნოემბრამდე გასტანს. გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე კი მნიშვნელოვანი დახურული ჩვენებები იმართება მოწვეული სტუმრებისთვის. ვენეციის ბიენალე, როგორც მას ხშირად თანამედროვე ხელოვნების ოლიმპიადასაც უწოდებენ, მონაწილე არტისტებისა თუ ქვეყნებისთვის ხშირად გარდამტეხი ხდება და იქ წარმოდგენილი პროექტები თანამედროვე ხელოვნების ტენდენციებსაც განსაზღვრავს.
ვენეციის ბიენალე კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ხელოვნება არის გზა. გზა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ დავინახოთ ჩვენი ადგილი მსოფლიოში. კურიერი პიესი ამით დასრულებულია. ერთმანეთს შევხვდებით მომდევნო კვირას საღამოს 9 საათზე. არ გადართოთ, დარჩით რუსთავი ორზე, რამდენიმე წუთში ნიღბების ღამე დაიწყება. ნახვამდის. ნახვამდის.